რატომ გვიხარია ამაღლების დღესასწაული, როცა ფაქტობრივად ეს განშორებაა ქრისტესგან? შეცნობა არ ნიშნავს ინტელექტუალურ წვდომას, არამედ მთელი არსებით საიდუმლოებრივ სიღრმისეულ შეცნობას. ეს სრულყოფილი სახარებისეული სწავლებაა მარადიული სიცოცხლის შესახებ. უფალმა ჯვრის მიერ იმეფა და ჯვარზე განდიდდა, ადი და მამა და ადამიანი, ვინაიდან საქმე, რომელიც აღსასრულებელი ჰქონდა, ანუ ადამიანის ხონება, ჯვრის მიერ განასრულა. ის იმისთვის კი არ ულოცულობდა, რომ სიკვდილისგან დაეხსნა თავი. ის ხომ ადამიანის ხსნისთვის ნეფსით დაემქვემდებარა სიკვდილს, არამედ მას არ სურდა, რომ მის საყვარელ ქმნილებას ადამიანს მოეკლა და ჯვარს ეცვა. არ სურდა ადამიანს ეს დიდი ცოდვა ჩაედინა და თავისი მხსნელი ჯვარზე გაეკრა. ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ. შეგვიძლია მივიღოთ და შეგვიძლია უარი ვთქვათ მასზე. ჩვენი თავისუფლების მთელი ტრაგიზმით სწორედ ესაა. დაგლოცეთ მეუფეო. ქრისტემ დაგლოცოთ. ეკლესია პირველი მსოფლიო კრების 318 მამას იხსენებს. წმინდა მამათა ამ დღესასწაულს კი წინ ამაღლება უძღვის. იქნებ ქრისტეს ამაღლების შესახებაც გითხრათ ცოტა რამ. აღდგომიდან 40 დღის შემდეგ ქრისტეს ამაღლების მნიშვნელოვანი მოვლენა აღსრულდა. უფალი მოწაფეებს იერუსალიმის გარეთ ბეთანიისკენ წაუძღო და აღაპორო ხელნი დააკურთხა ისინი. კურთხევისას განეშორა მათ ამაღლა და განაღმრთობელი ადამიანური ბუნება ზეცაში მარჯვენით მამისა დაჯდა. ეს ადამიანის განაღმრთობისა და ძეღმერთის ჭეშმარიტი განკაცების დამამოწმებელი დიდი დღესასწაულია. რატომ გვიხარია ამაღლების დღესასწაული, როცა ფაქტობრივად ეს განშორებაა ქრისტესგან? ქრისტე მოციქულებს აღუთქვამს, რომ სულიწმინდას მიულენს. ჩვენც გვეკუთვნის ეს აღთქმა და ამიტომაც მოვილეთ სულიწმინდას, რომელიც არის ადამიანის გამოხსნის, განგებულების, გვირგვინი და ყოველი მოლოდინის აღსრულება. სულთმოფენობის ეკლესია დაიბადა. რატომ ხდება ამაღლება აღდგომიდან 40 დღის შემდეგ და არა მაშინვე? იმიტომ რომ 40 საკრალური რიცხვია და ბევრი საღმრთო მოვლენა სწორედ 40 დღეში აღსრულდა. ამასთან ქრისტე მოწაფეებთან 40 დღის განმავლობაში დარჩა, რათა მათში აღდგომის რწმენა უფრო გაცოცხლებულიყო და სულთმოფენობის დღეს ნუგეშინის მცემელი სულიწმინდის მისაღებად მოემზადებინა. რას ნიშნავდა ამაღლება მოციქულებისა და პირველი ეკლესიის მცირე სამწყსოსათვის? ეს ნიშნავს იმას, რომ უფალმა მათ სამოციქულო საეპისკოპოსო მადლი უბოძა და პირველი ეკლესიის ეპისკოპოსებად დაადგინა, ცოდვათა მიტევების ხელმწიფება მიანიჭა და სულიწმინდის გარდამოსვლისთვის მოამზადა. რატომ წარმოადგენს ამაღლება ესოდენ მნიშვნელოვან რგოლს ადამიანის ცხოვრებისეული გზის ჯაჭვში? იმიტომ რომ ეს ადამიანური ბუნების ზეცად ამაღლებაა. ქრისტემ ადამიანის სადღაც კი არ მიატოვა, არამედ თან წაიყოლა და მარჯვენით მამისა დაჯდა. ამიტომაც არის ამაღლების დღესასწაულზე წაკითხულ სახარებაში ნათქვამი, რომ უფალი გამოეცხადა მოწაფეებს და უთხრა: შემეხეთ და დარწმუნდებით, რადგან სულს არც ხორცი აქვს და არც ძვლები, მე კი მაქვს. მოჩვენება კი არ ვარ, არამედ ჭეშმარიტი ადამიანი. ხორცი და ძვლები მასხია. ცხადი ეს იყო განაღმრთობელი სხეული. მან ყველაფრით ჩვენი მსგავსი ხორცი მიიღო, განაღმრთო და ზეცად აღამაღლა. მეუფეო, აქედანაც ვხედავთ, რომ ამ ბოლო მომენტშიც კი ქრისტემ ადამიანისადმი თავისი უსაზღრო სიყვარული აჩვენა. ყველაფერი ადამიანისთვის მოხდა, აბსოლუტურად ყველაფერი. ღმერთს თავისთვის არაფერი სჭირდებოდა და არც ამ ყოველივედან შემატებია რამე. ნიკეის კრების 318 მამის დღესასწაულს დავუბრუნდეთ. რატომ არის მნიშვნელოვანი პირველი მსოფლიო კრება და რატომ აღნიშნავს ეკლესია ამ დღეს სულთმოფენობის წინა კვირას? სულთმოფენობის წინა და ამაღლების შემდგომ კვირას აღნიშნავთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნიკეის კრება ამოწმებს ეკლესიის სწავლებას, რომ ღმერთი ჭეშმარიტად განკაცდა, რომ იესო ქრისტე არის სრული ღმერთი და სრული კაცი. ზოგადად ყველა მსოფლიო კრების წმინდა და ღმერთშემოსილმა მამებმაც სწორედ ეს გამოთქვეს, რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია, რომელიც ადამიანის გამოხსნისა და მისი განაღმრთობისთვის განკაცდა. თეოლოგი არ ვარ, მაგრამ გავბედავ და ვიკითხავ. ეს მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატური სწავლების დასაბამია? მთელი სარწმუნოების საძირკველი მთელი ეკლესიის საყრდენი ესაა. რა იყო არიოზის ერესი, რომელსაც პირველი მსოფლიო კრების მამები დაუპირისპირდნენ და რატომ იყო ესოდენ სახიფად ადამიანისა და მისი ცხონებისათვის? არიოზის ერესი ზუსტად იმის საწინააღმდეგო იყო, რასაც წმინდა მამები ასწავლიდნენ. მისი სწავლების თანახმად ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთი კი არ იყო, არამედ ზეციური ქმნილება, როდესღაც ისეთი დროც იყო, როდესაც იგი არ არსებობდა. თუმცა ეს რომ დაუშვათ, მაშინ
იქამდე მივდივართ, რომ თუ ღმერთი ჭეშმარიტად არ განკაცებულა, ადამიანს მადლისმიერ განღმრთობა არ ძალუძს. ქმნილება ქმნილებას ვერ განაღმრთობს. ლოგოსი ან უსხეულო სიტყვა ღმერთი ჭეშმარიტად განკაცდა. ღმერთკაცად მოგვევლინა, კაცობრივი ბუნება განაღმრთო და ზეციური მამის მარჯვენით აღამაღლა. წმიდა მამათა კვირის სახარება ქრისტეს სამღვდელმთავრო ლოცვასაც მოიცავს. შეგიძლიათ ნაბიჯ-ნაბიჯ გამგვიმარტოთ მისი შინაარსი. ეს ძალიან რთული სამღვთისმეტყველო ტექსტია და მის განმარტებას სულიწმინდის მადლი სჭირდება, მაგრამ როგორც შეგვიძლია, ვცადოთ, თანამედროვე ენაზე გადმოვიტანოთ, ვნახოთ რა გამოგვივა. იოანეს სახარების მე-17 თავის პირველიდან მე-13 მუხლამდე მონაკვეთში ასეთი სიტყვები გვხვდება. ამას იტყოდა იესო და აღიხილნა თვალნითვის ზეცად და თქვა: მამაო, მოიწია ჟამი ჩემი, ადიდე ძე შენი, რაითა ძემანსა შენმან გადიდოს შენ. მამაო, მოიწია ჟამმა შენი ძის განიდებისა და მხოლოდ შობილი ძე კი შენ განგადიდებს. ვითარცა ესე მოეც მას ხელმწიფება ყოველთა ხორციელთა, რათა ყოველი რომელი მოეც მას, მისცეს მათ ცხოვრება საუკუნო. მიეცი მათ ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა ყველას მარადიული სიცოცხლე მისცეს. ესე არ ცხოვრება საუკუნო, რათა გიცოდიან შენ მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე იესო ქრისტე. ეს არის მარადიული სიცოცხლე, რომ ადამიანებმა შენ შეგიცნონ. შეცნობა არ ნიშნავს ინტელექტუალურ წვდომას, არამედ მთელი არსებით საიდუმლოებრივ სიღრმისეულ შეცნობას, ხოლო ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე იესო ქრისტე. მარადიული სიცოცხლე არის შენი, როგორც ჭეშმარიტი ღმერთის შეცნობა და მიიღება შენს მიერ მოვლენილი ძისა, იესო ქრისტესი. ეს სრულყოფილი სახარებისეული სწავლებაა მარადიული სიცოცხლის შესახებ. საუკუნო ცხოვრება არის ცოცხალი ღმერთის შემეცნება, მასში ცხოვრება და მასთან ურთიერთობა. ეს არის ზეციურ მამასთან იმგვარი ერთობა, რომ ჩვენი პიროვნება არ ქრება. მე გადიდე შენ ქვეყანასა ზედა, საქმე აღვასრულე, რომელი მომეცმე, რაითა ვყო. მე შენ განგადიდე და ჩემზე მინდობილი საქმე ბოლომდე აღვასრულე. გააწმადიდე მე მამაო, თავისა შენისათანა. დიდებით ამით, რომელი მაქვს უნდა წინაშე შენსა, უწინარეს სოფლისა დაბადებისა. ახლა კი შენ მადიდე მამაო, იმ დიდებით, რომელიც სამყაროს შექმნამდე მქონდა. აქ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს წინა საუკუნეთა არსებობაზეა აქცენტი. გამოუცხადე სახელი შენი კაცთა, რომელი მომცემე სოფლის ამისგან. შენი იყვნენ და მე მომცემ იგინი და სიტყვა შენი დაუმარხავს. გამოუცხადე სახელი შენი კაცთა, რომელი სახელი? სახელი, რომელიცაც ვინათლებით მამის, ძისა და სულიწმინდის. სწორედ ეს სახელი განუცხადა იესო ქრისტემ კაცობრიობას და ჩვენ კი თავისი უწმინდესი სახელი გვიპოცა, რომლითაც მას მოუხმობთ და გადავრჩებით. კაცთა, რომელი მომცემ სოფლის ამისგან, შენი იყვნენ და მე მომცემ იგინი და სიტყვა შენი დაუმარხავს. გააწუცნობიეს, რამეთ ყოველი, რომელი მომეცმე შენგან არს. მათ ახლა შეიცნეს და შეიმეცნეს, რომ ყოველივე ჩემი შენია. სიტყვანი, რომელი მომცემ მე მივსცე მათ. შენი მოცემული სიტყვები მათ გადავეცი და მათ მიიხვნეს და ცნეს ჭეშმარიტად, რამეთო შენგან გამოვედ და რწმენა, რამეთო შენ მომავლინე მე. მათ მიიღეს ჩემი სიტყვა და ირწმუნეს, რომ შენგან გამოვედი და შენ მომავლინე. მე მათთვის კითხავ, არათუ სოფლისათვის კითხავ. არამედ მათთვის, რომელი მომცემე, რამეთო შენი არიან. მე მათთვის გევედრები, არა ყველასთვის, არამედ მათთვის, რომელნიც შენ მომეცი, რადგან შენი არიან. ქრისტე მთელი სამყაროსთვის ევედრება, მაგრამ უფრო კონკრეტულად აქ იგი ეკლესიისთვის ლოცულობს. არ ღარავარ მე სოფლსა ამას, და ესენი სოფლსა შინა არიან და მე შენდა მოვალ. ამ სოფლის არა ვარ, მაგრამ ესენი ამ სოფლად არიან, მე კი შენთან მოვალ. მამაო წმინდაო, დაიცვენ ესენი სახელითა შენითა, რომელი მომცემე, რათა იყვნენ ერთობით ვითარცა ჩვენ. მამაო წმინდაო, დაიცავი შენი სახელით ისინი, ვინც მე ჩამაბარე, რათა ერთნი იყვნენ, როგორც მე და შენ ვართ ერთნი. საოცარი სიტყვებია, ენით აღუწერელი, ამაში წვდომა ჩვენ არ ძალვიც. ოდეს ვიყავ მათთანა სოფელსა შინა, მე ვსცევდ მათ სახელითა შენითა. როცა ამ სოფლად მათ გვერდით ვიყავი, შენი სახელით ვიცავდი მათ. რომელი მომცენ მე, დავიცვენ და არავინ მათგანი წარწმუნდა, განა ძე იგი წარწმედისა, რათა წერილი აღესრულოს. ვინც მიბოძე, ყველა დავიცავი და არავინ წარწმედილა და დაკარგულა ერთის გარდა, რათა წერილი აღსრულებულიყო. ხოლო აწ შენ და მოვალ და ამას ვიტყვი სოფელსა შინა, რათა აქუნდეს მათ სიხარული ჩემი სავსებით. ახლა შენთან მოვდივარ და ამ სიტყვებს ვამბობ, რათა ჩემი სიხარული სრული სისავსით გქონდეთ მათ. ეს არის თანამედროვე ენაზე ძალიან მწირი და მოკრძალებული სიტყვებით გადმოცემული იესო ქრისტეს წარმოთქმული ლოცვის შინაარსი. მეუფეო, გავაგრძელოთ და რამდენადაც შესაძლებელია,
ამ ლოცვის ორ-სამ მონაკვეთ ჩავუღრმავდეთ. თავისი ამქვეყნიური ცხოვრების, რომელ მონაკვეთში წარმოთქვა იესომ ეს ლოცვა და რა დატვირთვა აქვს ამას. ჯვარცმამდე, საიდუმლო სერობის შემდგომ უფალი იესო ქრისტე გეციმანის ბაღს მიაშურებს. ეგ ზეციური მამის მიმართ შინაგანი ბრძოლით ლოცულობს, რათა გვიჩვენოს, რომ ნამდვილად და რეალურად ევნო და ყველაფერი ჭეშმარიტად გადაიტანა. ყველა ტკივილი ნამდვილად იტვირთა ჩვენი სიყვარულის გამო. ეს ლოცვა კი თავისი კაცობრირი გულის საჩვენებლად დაგვიტოვა. ახლა ისეთი რამ მახსენეთ, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია. ქრისტე ბრძოლითა და გაჭირვებით ლოცულობდა. ჩვენც ასე უნდა ვილოცოთ? ასეთ კონკრეტულ სიტუაციებში ჩვენც ასე ვლოცულობთ. საეკლესიო ფრესკებსა და ხატებზე, რომლებზეც გეციმანის ბაღში მლოცველი ქრისტეა გამოსახული, წერია ურვაი. ამ სიტყვების სრულყოფილი მნიშვნელობით, უფალი ამ ლოცვაში სრულიად სამყაროსთვის იბრძოდა და არა საკუთარი თავისთვის. ის მთელი სამყაროსთვის ლოცულობდა. ათონზე ერთი გამოთქმა მოვისმინე. როცა ლოცულობ, ამ ლოცვამ შენს ძარღვებში უნდა გაიაროსო. დიახ, სწორედ ესაა ლოცვაში სრული მონაწილეობა და ჩართულობა. მეუფეო, როგორ აღწერდით იესოს ამ სამღვდელმთავრო ლოცვას ერთი ფრაზით? როგორ დაასათაურებდით? ეკლესიის მამებმა მას ზებუნებრივი ლოცვა უწოდეს, ანუ ადამიანურ ძალებზე აღმატებული. ყოველგვარ ამქვეყნიურ ლოგიკურ მოცემულებაზე აღმატებული და მიუწვდომელი. ადამიანს ამგვარი რამის გაძლება არ ხელიწიფება. უკვე ბრძანეთ, რომ ამ ლოცვის შინაარსი რთულია, მაგრამ არ შემიძლია არ გკითხოთ და ცოტა კიდევ ჩაღრმავება არ გთხოვოთ იმ მონაკვეთის შესახებ იესო რომ ამბობს: მამაო, მოიწია ჟამი ჩემი, ადიდე ძე შენი, რაითა ძემანცა შენ მან გადიდო შენ. შეგიძლიათ ამის შესახებ ცოტა რამ გითხრათ? ეკლესიაში ვხედავთ, რომ ჯვარცმის ზემოთ იკონოგრაფიულ წარწერაში ნათქვამია: არა იესო ნაზარეველი მეუფე იუდეველთა, არამედ მეუფე დიდებისა. უფალმა ჯვრის მიერ იმეფა და ჯვარზე განდიდდა. ადიდა მამა და ადამიანი, ვინაიდან საქმე, რომელიც აღსასრულებელი ჰქონდა, ანუ ადამიანის ხონება, ჯვრის მიერ განასრულა. ესე იგი, შეიძლება ითქვას, რომ ჯვარია ჩვენი დიდება. ჯვარია ჩვენი დიდება და სიკადული, ხოლო ჩემდა ნუ იყოფინე სიკადული გარნა ჯვარითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, ამბობს პავლე მოციქული. ჯვარია სიკადული და დიდება ეკლესიისა, ვინაიდან მისით შეიმუსრა ჯოჯოხეთის სიკვდილი მოიკლა და ეშმაკი დამარცხდა. მეუფეო, თუ ნებას დამთავთ, ისევ ამ ლოცვის აღსრულების ფორმას მივუბრუნდები. თუ როგორ წარმოთქვა უფალმა ეს ლოცვა? ჩვენ ძალდატანებით ვლოცულობთ, სულში როგორღაც წინააღმდეგობას ვგრძნობთ. ქრისტეს ამგვარი შემოტევა ჰქონდა ლოცვის წინ. ამაზე არაფერია ნათქვამი. ვისი ლოცვა განუზომელი შეჭირვებითაა სავსე. უფლის ამ მდგომარეობის ტვირთვა არავის ძალუძ. ადამიანი ამ ზღვარს ვერასდროს მიაღწევს. მისი უფლი სისხლად იქცა, რაც ადამიანს არასდროს დამართნია. უფალი ამ ყველაფერს ჭეშმარიტად განიცდიდა. ეს ნამდვილად განუზომელი და ღვთის შესაფერისი ურვა და შეჭირვება იყო. ის იმისთვის კი არ ლოცულობდა, რომ სიკვდილისგან დაეხსნა თავი. ის ხომ ადამიანის ხსნისთვის ნეფსით დაემქვემდებარა სიკვდილს. არამედ მას არ სურდა, რომ მის საყვარელ ქმნილებას ადამიანს მოეკლა და ჯვარს ეცვა. არ სურდა ადამიანს ეს დიდი ცოდვა ჩაედინა და თავისი მხსნელი ჯვარზე გაეკრა. ის რომ მას ამ სასმისის შესმა არ სურდა, ნიშნავს, რომ ადამიანისგან ამის ჩადენა არ უნდოდა. ესე იგი ის, რასაც იესო განიცდიდა, ეხებოდა არა მის მომავალ სატანჯოს, არამედ ჩვენ, ადამიანებს. ცხადია, ადამიანური ბუნების შესაბამისად მას სიკვდილი და ტანჯვა იგემა და ამ ყველაფერს გახარებული ვერ შეხვდებოდა, თითქოს არაფერიც არ ხდებოდა. რადგან მერე ვიტყოდით, რომ მას არაფერიც არ გადაუტანია და ღმერთი ჭეშმარიტად არ ვნებულა, მაგრამ ღმერთი ნამდვილად ევნო, როგორც ადამიანი, ჯვარს ეცვა და აღსდგა ვითარცა ღმერთი და კაცი. ყველაფერი კი მან ადამიანის სიყვარულისთვის დაითმინა ბოლომდე. ზეციური მამის მიმართ ქრისტე აქ როგორც ადამიანი ისე ლოცულობდა. როგორც ადამიანი ლოცულობდა, ვინაიდან როგორც ღმერთს ლოცვის საჭიროება არ გააჩნდა, მაგრამ ქრისტემ ყოველივე როგორც ღმერთ კაცმა ისე აღასრულა. აქ ორი მკაცრად გამიზნული ოთახის პრინციპი როდი მოქმედებდა, ცალკე ღმერთის და ცალკე ადამიანის. ეს ორივე ბუნება შევრევნელად და განუყოფლად იყო შეერთებული. ქრისტემ ყოველივე ღმერთკაცობრივად აღასრულა. ამ ლოცვაშიც და ბევრ სხვა შემთხვევაშიც უფალი ზეციურ მამას მიმართავს როგორც მისი ძე. ამ ქვეყნიური გაგებით ჩვენ ვერ ჩავწდებით, როგორ შეიძლება ღმერთს ძე ჰყავდეს. შეგიძლიათ აგვიხსნათ, რას ნიშნავს ეს? ეს მამა ღმერთის მამობის და ლოგოსი ღმერთის ძეობის დიდი საიდუმლოებაა. როგორც ადამიანი შობს ძეს და ეს ძე მამის ბუნების მქონეა ადამიანური ბუნების მხრივ, ისე მამა ღმერთი შობს ძეს უწინარეს საუკუნეთა ერთ არს მისი ღმერთობისა.
არ არსებობდა ჟამი, როცა ძე არ იყო, ძე დაუსაბამოდ და მარადიულად იშვება მამისგან. მეუფეო, უფალი მადლობა შესწირავს მამას და შეავედრებს მას ამ ქვეყნის სიბნელისგან დახსნილ თავის მოწაფეებს და ამბობს: შენი იყვნეს და მე მომცენი გინი, ჩემი ყოველი შენი არს, რისი თქმა სურს ამით. ამით იმის თქმა სურს, რომ ძე და მამა ერთნი არიან და იქვე განაგრძობს და ამბობს, რათა იყვნენ ერთობით ვითარცა ჩვენ. ღმერთია მამა, ღმერთია ძე და ღმერთია სულიწმინდა, ერთი ღმრთაება. ახლა, რა კი ერთობა ახსენეთ, დაგვიზუსტეთ, როგორ დაგვეხმარება ჩვენს სახარების ეს მონაკვეთი ეკლესიის სხეულში ჩვენი ერთობისა და თვით ეკლესიის ერთიანი ორგანიზმის დაურღვეველობის უზრუნველსაყოფად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეკლესიისთვის მლოცველი უფალი ზეციური მამისგან ითხოვს, რაითა ერთ იყვნენ, ყველანი ერთ ვიყოთ მისი უწმინდესი სახელით. უფალმა უწყოდა, რომ ეკლესიას ბევრი დატოვებდა, ზოგი მის ღმერთობას უარყოფდა, ზოგი ერესებსა და სქიზმებს შემოიტანდა ეკლესიაში და საკუთარ თავს წმინდა ეკლესიას განაშორებდა. ამ მლოცვით გვიმჟღავნებს თავის ნებას, რომ ყოველნი ერთ იყვნენ მსგავსად ძისა და მამისა. ერთნი ვიყოთ იმ სიყვარულში უფალმა, რომ ჩვენს წმინდა ეკლესიაში უმთავრეს მცნებად დაგვიტოვა. როგორია მარადისობის მიმართება დროსთან? საუკუნო ცხოვრება დროზე აღმატებულია. ადამიანი დროის რაღაც მომენტში შეიწყნარებს ღვთის სასუფეველს, როგორც მამის, ძისა და სულიწმინდის შემეცნებას. ეს დროში ხდება, მაგრამ ამავდროულად უჟამოდაც დროის მიღმა, რადგან ღვთის საქმენი ჩვენი დროისა და სივრცის მიღმაა. და ბოლოს, იესო მამას ევედრება, რომ თავის მოციქულებს საღმრთო სიხარული ჰქონდეთ. მაინც რა სიხარული ითხოვა მან? ქრისტეა მთელი სამყაროს სიხარული და მამისგან ითხოვს, რომ მის მოწაფეებს გულში მასთან შეხვედრის გამოცდილება ჰქონდეთ. მეუფეო, ნება მომეცით წმინდა მამათა კვირას წაკითხულ სამოციქულოზეც კითხოთ, რომელშიც მოციქული პავლე ტიტეს წერს, რომ ადამიანს, რომელიც თვითნებურად იქცევა, პირველი და მეორე რჩევის შემდეგ თავი უნდა დაანებო და იცოდე, რომ ამ ადამიანმა თავად გადაუხვია გზიდან. შეგიძლიათ გითხრათ, რატომ გამოარჩია ეკლესიამ ეს კონკრეტული ეპისტოლე წმინდა მამათა კვირას ამოსაკითხად? იმისათვის, რომ დაგვანახოს, რომ ერესი სიყვარულისა და უტყუობის სულია, რომელსაც ურთიერთობა არ შეუძლია. ცდომილება ზოგადად საკუთარ თავშია ჩაკეტილი და ერეტიკოსი ძალიან იშვიათად თუ უბრუნდება ეკლესიის ჭეშმარიტებას, ვინაიდან ერესი უწმინდური სულის მოქმედების შედეგია და არა უბრალოდ მცდარი დებულებებისა და ცნებების მიღება. ეს დემონური სულია და როდესაც ერთხელ ან ორჯერ ეტყვი ადამიანს სათქმელს და არ შეისმეს, თავი უნდა ანებო, მასთან დრო არ დაკარგო, როგორც პავლე მოციქულიც გვირჩევს. ეს ადამიანი თავად ასდენია გზას და მისი დაბრუნების იმედი ნაკლებია. და ის ფაქტი, რომ ჩვენი სარწმუნოება გამოცხადებითია და ვერ იქნება ისე, რომ თითოეულს ისე სწამდეს, როგორც სურს. რა უნდა ვიცოდეთ რწმენის ფორმებზე, როგორ უნდა გვწამდეს? უნდა ვიცოდეთ, რომ ეკლესიაში ეჭვის შეტანით თავად ღმერთში შეგვავს ეჭვი, რომელმაც მთელი ჭეშმარიტება ეკლესიას უბოძა, როგორც წმინდა წერილიც ამბობს. ჩვენი დანიშნულებაა, რომ ვუპასუხოთ ღმრთის მოწოდებას. რატომ გვაქვს უფლება, რომ არა მხოლოდ მივიღოთ ეს მოწოდება, არამედ სამწუხაროდ უგულებელყოთ კიდეც. ამის უფლება იმიტომ გვაქვს, რომ უფალმა თავის ხატად შექმნა. ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ. შეგვიძლია მივიღოთ და შეგვიძლია უარი ვთქვათ მასზე. ჩვენი თავისუფლების მთელი ტრაგიზმით სწორედ ესაა. და რა არის უფლის საქმე, რომელსაც იესო ახსენებს? ქრისტეს საქმე და მისია სამყაროში ადამიანის ხსნა იყო. ამის კულმინაცია კი ჯვარი და აღდგომაა. ყოველივე ის, რაც ადამიანის ცხონებისთვის გზის გასახსნელად აღესრულა. ეს ყველაფერი ადამიანის საცხონებლად მოხდა. ერესებზე და ერესთა და სქიზმათა წინააღმდეგ მამათა ბრძოლაზე ბევრი რამ გითქვამთ. მაინც როგორ დავიცვათ თავი დღეს ერესებისა და სქიზმატური განხეთქილებებისაგან. ყველაზე დიდი თავდაცვა ეკლესიის წიაღში დარჩენა და მასთან ერთობაა. ესაა ჩვენი უსაფრთხოების გარანტი. ეკლესიიდან წასული ადამიანი იკარგება, ფეხს ედგომა არ შეუძლია და გარეგნულად რაღაც მომენტში მართალიც რომ იყოს, კვლავ გარეთ აღმოჩნდება. მეუფეო, დასასრულს იმაზეც ვთქვათ, რომ პირველი მსოფლიო კრების ამ მამებმა სარწმუნოების სიმბოლოს რწამსის მუხლების უმრავლესობა შეადგინეს. რწამსის მუხლების განმარტებისათვის ცალკე გადაცემების სერიის მიცვლა კარგი იქნებოდა, მაგრამ იქნებ ცოტა რამ ახლაც გეტყვით. სარწმუნოების სიმბოლო წმინდა მამათა მიერ შედგენილი ჭეშმარიტი სარწმუნოების ამსარებლობაა, რომელიც აღიარებს ერთარსებას სამპიროვან ღმერთს. ეს სიმბოლო შემდგომ უკვე მეორე მსოფლიო კრებამაც შეავსო მუხლებით სულიწმინდის შესახებ და აგრეთვე ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის თაობაზე.
ეკლესიას სწამს, რომ ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია, რომელიც დაუსაბამოდ და მარადიულად იშვება მამისაგან, რომელიც ჩვენი გამოხსნისა და განღმრთობისთვის განკაცდა. და რატომ ვამბობთ, რომ ეს სარწმუნოების აღმსარებლობაა? იმიტომ, რომ ამგვარად ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს გამოხსნას, რომელიც ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯვრის მიერ აღესრულა. დიდი მადლობა მეუფეო. მე კი თქვენ გმადლობთ. დიდი მადლობა, რომ დღესაც ჩვენთან ერთად იყავით გადაცემაში გულისმიერი სიტყვა. შემდეგ კვირას ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე სულთმოფენობისა და ჩვენი პირადი სულთმოფენობის შესახებ გვესაუბრებ. კარგად ბრძანდებოდეთ. Χαίρετε.